ჩვენ ქრისტიანები რწმენას განვმარტავთ ბიბლიის საფუძველზე. მე მინდა წავიკითხო წმინდა წერილიდან, ანუ ბიბლიიდან, ებრაელთა ეპისტოლეს მე-11 თავიდან, პირველი მუხლიდან. ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რის იმედიც გვაქვს და დასტურება იმისა, რასაც ვერ ხედავთ. რწმენა ყოფილა რის იმედის გაგაჩნია იმის გჭერა და გწამს. ხოლო ადასტურებ, რასაც ვერ ხედავ. ადასტურებ და მტკიცედ ლაპარაკობ იმაზე, რასაც ვერ ხედავ. ეს ყოფილა რწმენა, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ადამიანები ასეთ კითხვებს სვავენ ხოლმე. გწამს ამ адам პიროვნების? გწავს ამ adam წმინდანის? როგორ არ მწამს? რწმენა უხილავს უნდა, რწმენა ღმერთს ჭირდება. თუ რასაც ხედავ, რაც ხილულია, იმას რწმენა არ ჭირდება. დავთვით პავლე მოციქული მეორე კორინთელთა ეპისტოლეში წერს ასეთ სიტყვებს: ჩვენ რწმენით დავდივართ და არა ხილვით. თვით პავლე მოციქული განმარტავს, რომ რწმენით სიარული არ ნიშნავს ხილვით სიარულს. რწმენა ჭირდება უხილავს და არა ხილულს. და თუ შემდეგ გავნაგრძობთ ებრაელთა წერილის შემდგომ მუხლებს, მრავალი ღმერთის მამაკაცი და დედაკაცია მოყვანილი მაგალითები, თუ როგორ მიიღეთ რწმენით დამოწმება თავიანთ ცხოვრებაში, როგორ მიიღეს რწმენით ის, რასაც ვერ ხედავდნენ. ებრაელთა წერილის მე-11 თავი. აბრაამზეა საუბარი, იქ აბელზე, იქ არის მრავალ და მრავალ ღმერთის მამაკაცზე საუბარი, რომლებიც არიან მოხსენიებული ბიბლიაში, წმინდა წერილში.